რა რაოდენობის კომპენსაციაა საჭირო სტიქისგან დაზარალებული კონკრეტული ოჯახისთვის ზარალის სრულად აღმოსაფხრელად კახეთის რეგიონში თითოეული ოჯახის აღწერა იწყება. შესაბამისი კითხვარებით მოხალისეები დილიდან სახლებში მიდიან და დეტალურად ეცნობიან ადგილზე არსებულ ვითარებას. მოხალისეებთან ერთად იმყოფება ჯანდაცვის მინისტრიც. შედეგები მოგვიანებით საკოორდინაციო შტაბს გადაეცემა. ზურაბ ჭიაბერაშვილი ამ წუთებში კახეთში სოფელ კურდღელაურში ახალგაზრდა მოხალისეებს ხვდება. კახეთ ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ. სოფელ კურდღელაურში და ყველას კარგად გვახსოვს 10 დღის წინ ის უბედურება, რაც კახეთს, თელავს, გურჯაანის, ლაგოდეხის ყვარლის სოფლებს დაატყდა და ყველამ ვინც პირველი დღეებიდან დავდიოდით, კარდა ხედავდით ადამიანების სახეებს, ყველას ხედავდით საოცარ შოკს. მსგავსი რამ კახეთს არასოდეს არ ქონია. 4000 სახურავს გადახადა ჭერი 4000 სახლს და ადამიანებს არ ქონდათ იმის განცდა, როგორ მოულიდნენ ამხელა უბედურებას. უამრავი ნათესი, ვენახი, ხეხილის ბაღი განადგურდა, დაისეტყვა და ისე სხვათა შორის, რომ ძალიან ბევრ ოჯახს, რომელსაც ჩვენ ველაპარაკებოდით, ბევრი ოჯახი ამბობდა და ეს ძალიან კარგად ვიცით, რომ შეიძლება ძალიან ბევრ ვენახში და ატმის ბაღში მომავალ წელსაც არ იყოს მოსავალი. მაგრამ იმავდროულად პირველივე დღიდან თელავის და სოფლების, გარშემო სოფლების მოსახლეობამ პირველივე დღიდან ჯარისკაცები დაინახა ქუჩებში და სოფლებში შესულები, რომლებიც იმ წუთას შეესწინენ ნაძვების და ფიჭვების გადასაჭრელად და გზების გასასუფთავებლად. და ჩვენი მთავარი ამოცანა პირველივე წუთიდან სწორედ ეს იყო, რომ იმედი არ ჩამქრალიყო, რომ თითოეულ ოჯახს, რომელსაც ამხელა უბედურება დაატყდა, ეგრძნო, რომ ისინი მარტონი არ არიან. და ჯარისკაცების გამოჩენა, რომელსაც მერე მოყვა აგრეთვე შიფრით და ხისმასალით დატვირთული მანქანები, რომელსაც მოყვა ხელოსნები მთელი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, სწორედ ამ იმედის გაძლიერებას და ჩვენი მომავლის წმენის დაბრუნებას ემსახურებოდა. აგერ ჩემს უკან ბიძინაშვილების და სუხიტაშვილების ოჯახის ხედან და ბიძინაშვილებს ქუჩის ბოლოში უკვე გადაეხურათ სახლი და სუხიტაშვილების სახლი ეხლა იხურება. ჩვენ უმოკლეს ვადებში შევძელით, რომ სასურსათო კალათები დაგვერიგებინა თელავშიც, გარშემო სოფლებშიც, კურდღელაურში, სადაც ეხლა ვართ, შალაურში და გავსულიყავით გურჯაანისკენ, გადავსულიყავით ლაგოდეხისკენ და ყვარელისკენ. და სწორედ აქ მსხდომი ახალგაზრდები იყვნენ ისინი, ვინც ამ სასურსათო პაკეტებს არიგებდა, იმიტომ რომ კარგად გვესმოდა ამ შიში და ამ შოკში, რაც მოსახლეობამ მიიღო, ყველაზე მთავარი იყო სწორედ იმედის დაბრუნება. მაგრამ თითოეული აქ მყოფი ახალგაზრდა შევიდა ამ ოჯახში და დაინახა იმის მიღმა, რომ ვაზის ღეროები იყო ჩამოტყავებული, იმის მიღმა, რომ აქ თქვენ ხედავთ ხეხილი როგორ არის, თუნდაც აი აქ განადგურებული და მოკლეზე არის, სამკვირტზე არის გასასვლელი თითოეული ვაზი, რომელსაც ჩვენ ახლა ვხედავთ ზამთარში, რომ იქნება იმის იქითა წელს მაინც ივარგოს. ჩვენ დავინახეთ ასევე უამრავი გაჭირვება, დავინახეთ ისიც, რომ იმის მიღმა, რომ სახურავები იხურება და დღეს 2500 სახურავი უკვე გადახურულია და 1500 სახურავზე მიმდინარეობს მუშაობა, მათ შორის 111 მრავალბინიან კორპუსზე. ამის მიღმა ჩვენ დავინახეთ, რომ მრავალი რამეა კიდე გადასაკეთებელი. აგროსესხები გადავვადდა. კი, იმ ოჯახებს, რომელთა სტუდენტური სესხი გადასახდელი იყო, ჩამოეჭრათ გადასახადი და უნივერსიტეტები შეღავათებს მიცემენ. კი, უამრავი სასურსათო პაკეტი დარიგდა, მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით, რომ პრობლემები ამით არ ამოწურულა. ჩვენ კარგად ვიცით, რომ გაჭირვება არსებობს და კარგად ვიცით, რომ ამ 20000 ოჯახს, რომელსაც დღესაც დიდ ნაწილს გვარჯილა ურიგდება დღეს, რომ კიდე წავახმაროთ ჩვენ ბაღვენახს და მივეხმაროთ, იმიტომ რომ შეწამლით უკვე შეიწამლა პირველ ორ დღეში თქვენ იცით, რომ შესაწამლი მასალა დარიგდა და საწვავი დარიგდა, რომ გლეხი ეგრევე მიშველებოდა, მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით, რომ კახელ გლეხს კიდე ჭირდება თანადგომა და სწორედ ამიტომ შემოკარგებოდა ახალგაზრდებო, ვინც აქ ახართ. პირველ რიგში გეუბნებით მადლობას მთელი საქართველოს სახელით, იმიტომ რომ თქვენი დექით პირველ რიგში ამ ხალხის გვერდით. და მეორე,
ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომდევნო დავალებასაც, რასაც თქვენ დღეს იღებთ, ასევე წარმატებით გაართმევთ თავს. თქვენ ხელში გიჭირავთ ყველას ის თითეული კითხვარი, რომლითაც მომდევნო დღეების და კვირეების განმავლობაში უნდა შევიდეთ თითოეულ ოჯახში. იმიტომ რომ კი ჩვენ 11,000 ჰექტარი ვენახი დაისხეთქვა. კიდე 11,000 იყო ატმის ბაღები და ნათესები და ბოსტანი, მაგრამ ზოგს საკუთარ ეზოში 3 გარგარიც რო ედგა ის დაუზიანდა და ის იყო მისი მთავარი იმედი შეიძლება და ამიტომ აი ამ კითხვარმა, რომელიც მე ხელში მიჭირავს და რომლითაც თქვენ აი ამ დაზარალებულ 28,000 ოჯახში, რაც მთელ კახეთშია, თქვენ კარდაკარ შეხვალთ კიდევ ერთხელ. თქვენ უნდა აღწეროთ ყველა საჭიროება და ეს საჭირო იქნება იმისათვის, რომ სახელმწიფომ ბატონმა ლევან ბეჟაშვილმა, რომელიც კახეთის აღდგენის საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელობს, ბატონმა გიორგი ღვინიაშვილმა, რომელიც მხარის გუბერნატორია და მთლიანად მთავრობამ, ჩვენ დავალებული გვაქვს პრეზიდენტისაგან, დავალებული გვაქვს პრემიერისაგან, რომ ვიცოდეთ თითეული ოჯახის გაჭირვება, ვიცოდეთ რა სჭირდება თითოეულ მათგანს და სწორედ ამას ემსახურება ეს კითხვარი, რათა უკეთესად დავგეგმოთ ის პროგრამები, რასაც ვგეგმავთ. შიფრის გადახურვა ეს მხოლოდ დასაწყისია. დასაწყისია მხოლოდ ის, რომ შევწამლეთ ვენახები, მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით, რომ გაისათაც რომელი ვენახი მოსავალს არ დაისხავს, კრედიტი 1 წლით კი გადავავადეთ, მაგრამ იმ გლეხს ჭირდება დახმარება და ეს მოგცემს საშუალებას. თქვენი კარდაკარსიარული მოგცემს საშუალებას, რომ კარგად დავინახოთ, რა გვაქვს კიდე გასაკეთებელი. აგვისტოს დასაწყისში დარიგდება კომპენსაციები და თქვენ იცით, რომ კომპენსაციები იქნება 100%-ით დაზარალებულ ჰექტარებზე, იქნება და ვენახებზე იქნება და ბაღბოსტანზე იქნება 1,500 ლარი, 80%-ამდე ვისაც აქვს 1,000 ლარი და ვისაც 50%-ამდე 500 ლარი, მაგრამ ვიცით, რომ ესეც არ არის საკმარისი და იმისათვის, რომ ყველა პროგრამა თითოეულ ოჯახში მივიდეს, ყველა ოჯახმა ნახოს სარგებელი აი ამ ზარალის ანაზღაურობაში, ჩვენი მთავარი ამოცანა არის ეხლა კიდევ ერთხელ კარდაკარსიარული, ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ ქართული სახელმწიფოს გაძლიერებით, ჩვენი ბიუჯეტის შევსებით სარგებელი ნახოს თითოეულმა ოჯახმა მთელ საქართველოში და განსაკუთრებით ყველა იმ დაზარალებულმა ოჯახმა, რომელსაც 19 ივლისის სტიქია დაატყდა თავს. ჩვენ უამრავი ადამიანი რო გავდივართ ვაჩნაძიანისკენ, რო გავდივართ ჩაშიანში, რო გავდივართ ახაშენისკენ, ნებისმიერ სოფელში უამრავი ადამიანი ვიცით, რომელიც ნამდვილად ელოდება ჩვენგან ამ დახმარებას, უამრავი ადამიანი ვიცით, რომელმაც უკვე გვითხრა, რომ რასაც აკეთებთ, ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ კიდევ რჩება პრობლემები. და მე მინდა პირიქით თითოეულ ადამიანს, რომელიც იდგა, გამოდიოდა ქუჩაში, სახლთან, გველაპარაკებოდა, გვიხსნიდა პრობლემებს, მადლობა უთხრათ, იმიტომ რომ ჩვენ უკვე იმ კარდაკარსიარულის, რასაც მთელი მთავრობა 19 ივლისიდან მოყოლებული, როდესაც კახეთში ვიყავით და ვართ, ძალიან ბევრი პრობლემა დავინახეთ, გავიგეთ, გავითავისეთ და კახეთი უკვე ხედავს და მთელი საქართველოც ხედავს იმას, თუ რას აკეთებს დღეს სახელმწიფო, რისი თავია ქართულ სახელმწიფოს, რომელიც შეიძლება 10 წლის წინ ეს მომხდარიყო, ბუნებრივია, ამას სახელმწიფო ვერ შეძლებდა, მაგრამ იმან, რომ დღეს ქვეყანაში აღმოფხვრილია კორუფცია, იმან, რომ დღეს ქვეყანაში კანონი კანონობს, იმან, რომ ბიუჯეტი შეივსო, იმან, რომ დღეს უფრო მყარავთ გავართ ფეხზე, იმან, რომ ჩვენ ქართული ჯარი გვყავს, რომელსაც ასეთ დროს იმ წამსვე შეუძლია საკუთარ მოქალაქეებს და მოსახლეობას დაეხმაროს, საშუალება მოგცა, რომ მყარად ვიდგეთ და იმედი ჩაუსახოთ თითოეულ ადამიანს, რომელიც ჩვენგან ელოდება. როგორც გითხარით, ქუჩის ბოლოს ბიძინაშვილები, აგერ ჩვენს გვერდით სუხიტაშვილები. ეს იყო პირდაპირ ჩართო კახეთიდან.